მონაცემთა გამოთვლები და სერვისები თანამედროვე ციფრული ეკონომიკის საყრდენია. ის ამოძრავებს ყველაფერს სოციალური მედიის პლატფორმებიდან დაწყებული, საწარმოთა პროგრამული უზრუნველყოფით დამთავრებული. მონაცემთა ბაზრის მოცულობა 50 მილიარდი დოლარის ფარგლებშია და ის წლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდება, რაც მას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიად აქცევს. ზრდის დინამიკასთან ერთად ამ ბაზარს სირთულეც გამოარჩევს, რადგან მცირე ზომის კომპანიებისათვის იქ შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან ბაზრის უდიდეს ნაწილს პლანეტის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის Amazon, Microsoft, Google და Alibaba აკონტროლებენ, რომელთაც მრავალმილიარდიანი დეიტა ცენტრები და ფიზიკური ინფრასტრუქტურა გააჩნიათ. ამჯერად კი წარმოგიდგეთ იმ კომპანიების რეიტინგს, რომლებიც მონაცემთა გამოთვლებისა და დეიტა ცენტრების ბაზარზე დომინირებენ. ჩვენი რეიტინგი უნდა დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიით, ეს არის AWS, იგივე Amazon Web Services, რომელიც არის Amazon-ის შვილობილი სერვისი და მას ამჟამად უჭირავს გლობალური ბაზრის 30%. სწორედ ამიტომაც იყო, რომ AWS-ის გათიშვამ ფაქტობრივად ამერიკის ნახევარი ეკონომიკის გაჩერება გამოიწვია 2 კვირის წინ. თავად AWS-ი ცალკეულად განთავსებული არ არის საფონდო ბირჟაზე, თუმცა მისი ძირითადი წარმომადგენელი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს 2 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარს. ეს იმას ნიშნავს, რომ AWS ფაქტობრივად ულიმიტო ფულად რესურსთან აქვს წვდომა, თუ კი მას მოუნდება გაფართოება, ხოლო დეიტა ცენტრების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით არის 320, აქედან დაახლოებით 50 არის hyperscaler-ი, ანუ კოლოსალური მასშტაბის დეიტა ცენტრი, რომელსაც შეუძლია არა უბრალოდ კონკურენციაში შესვლა სხვა დეიტა ცენტრებთან, არამედ თავად სახელმწიფოების გამოთვლითი სიმძლავრეების ჩანაცვლებაც კი. სწორედ აი ასეთი კოლოსალური მასშტაბების სერვისი არის AWS-ი. მეორე ადგილზე ჩვენ სიაში არის Microsoft Azure, რომელიც ბაზრის 20%-იან წილს სრულიად ლოგიკურად ფლობს. ეს არის კომპანია, რომელიც განსაკუთრებით დატა ცენტრების მმართველობას გულისხმობს, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და 2014 წელს შეიძინა ის სახელი, რომელთაც ახლა ვიცნობთ. მისი კაპიტალიზაცია ამჟამად არის 3.8 ტრილიონი და ფლობს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტ დატა ცენტრს. აღსანიშნავია, რომ 140-ზე მეტ ქვეყანას ემსახურება და ძალიან საინტერესო ერთი დეტალი, რომელიც ალბათ მაყურებლისთვის გამორჩეულად იქნება საინტერესო, არის ის, რომ ყოველწლიურად Microsoft-ი 1 მილიარდს ხარჯავს იმაზე, რომ 10,000-მა უსაფრთხოების ექსპერტმა უზრუნველყოს აი ამ სერვისის შეუწყვეტლად მიწვდომადობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხადია კომპანიისთვის. აღსანიშნავია, რომ სწორედ აი ამ დატა ცენტრებზე არის დაშენებული ChatGPT, რომელსაც მსოფლიოში ყველა აქტიურად იყენებს და აღსანიშნავია, რომ სხვა მნიშვნელოვანი კომპანიების, მათ შორის Samsung-ი, BMW და ასევე LinkedIn-ი იყენებენ მის სერვისებს, მოკლედ საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, როგორც აღნიშნეთ, 20%-იანი წილით ბაზარზე. მესამე ადგილს ჩვენს რეიტინგში იკავებს Google Cloud. ის უფრო მეტად საცალო მომხმარებლებზეა გათვლილი, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ Gmail-ს, Drive-ს, Google-ის ფოტოებს და სხვა მნიშვნელოვან სერვისებს. როგორც ხედავთ, Google Cloud-ის ბაზრის წილი არის 13%, ხოლო თავად კომპანიის შეფასება არის 3 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარი. ცხადია, Google Cloud-იც, როგორც წინა სხვა სერვისები, ცალკე არ არის საფონდო ბირჟაზე დალისტული, ხოლო თავად Google-ის საკუთრებაში ამჟამად არის დაახლოებით 130 ძალიან დიდი ზომის დეიტა ცენტრი, მაგრამ ეს არაფერს არ adნიშნავს იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებს მომავალში Google-ი, ხოლო მომავლისათვის Google-ს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს, ლამის ყოველწლიურად 50 მილიარდი დოლარის დახარჯვა ახალი დეიტა ცენტრების მოწყობაზე, ოღონდ ახალი დეიტა ცენტრები არა უბრალოდ cloud მომსახურებაზე, არამედ AI-ის გამოკვებაზე იქნება გადართული. შესაბამისად, აქ ხედავთ პრეფერენციის ცვლილებას კომპანიების სტრატეგიაში, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ გლობალურად გამოჩნდება რამდენიმე ძალიან დიდი ზომის AI data ცენტრი, რაც ითვლება მომავლის ეკონომიკად, რომელსაც ჩვენს რეიტინგში წარმოდგენილი აბსოლუტურად ყველა კომპანია უმიზნებს. ამჟამად საკმაოდ სხვა სტრატეგია აქვს არჩეული Meta-ს, რომელიც სერვისებს სულაც არ სთავაზობს, მართალია ბაზარზე 5%-იანი წილი აქვს, თუმცა სერვისებს არ სთავაზობს არც ერთ სხვა მოთამაშეს. ახლა ვახსენეთ Azure, რომელიც სხვადასხვა კომპანიას ემსახურება, თუმცა Meta მხოლოდ თავისი სერვისებისთვის იყენებს ამ სერვისს. მას აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზი შექმნილი იმისთვის, რომ მუდმივად მიეწოდებოდეს მონაცემები და იცვლებოდეს, რაც ცხადია ამ
მნიშვნელოვანი კომპანიისთვის პრიორიტეტია. ცენტრების რაოდენობა, დატა ცენტრების რაოდენობა არის 30-მდე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი მოცულობა ან შესაძლებლობები არის მცირე, მათ თავისი საჭიროებისთვის რაც სჭირდება, ცხადია, სრულად აქვთ. აღსანიშნავია, რომ ამ დატა ცენტრების უმრავლესობა უკვე მუშაობს განახლებად ენერგიაზე და 2030 წლისთვის აბსოლუტურად ყველა დატა ცენტრი იქნება განახლებად ენერგიაზე მომუშავე. მეტას მხრიდან ეს არის ძალიან გონივრული გადაწყვეტილება ერთი მხრივ ენერგიის დაზოგვის და ხარჯების დაზოგვის კუთხით და მეორე მხრივ იმ მიმართულებით, რომ იზრუნოს გარემოს დაცვაზე. და ჩვენი რეიტინგის მეხუთე ადგილზე არის ერთადერთი არაამერიკული კომპანია, ეს არის Amazon, არა და Alibaba და მისი მთავარი ფლაგმანური პროდუქტი Alibaba Cloud. სხვათა შორის Alibaba Cloud-ი ზუსტად იგივეა, რაც Amazon Web Service ამერიკისათვის, ოღონდ Alibaba Cloud-ი ფოკუსირებული არის ჩინეთის და აზიური სახელმწიფოების ბაზარზე. ამ შემთხვევაში მსგავსების უარყოფა უბრალოდ შეუძლებელია Amazon-თან, რადგანაც Alibaba თავისი არსით არის ელ-კომერციის პლატფორმა, როგორც Amazon-ი, თუმცა მისი მთავარი ბიზნესი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი არის სწორედ Cloud-ი, როგორც Amazon-ისათვის არის AWS. ამ შემთხვევაში ჯეკმამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ Jeff Bezos-ის სტრატეგია პირდაპირ გადააკოპირა და თანაც ძალიან წარმატებულად, რადგანაც Alibaba-ს კაპიტალიზაცია, როგორც ხედავთ, ამჟამად არის 407 მილიარდი დოლარი და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში Alibaba-ს აქვს ძალიან მკვეთრი ზრდის დინამიკა. Data ცენტრების რაოდენობა არის, როგორც ხედავთ, 90, მათი უმეტესობა არის ბაზირებული ჩინეთში, რადგანაც, როგორც გითხარით, Alibaba სერვისები ძირითადად ისევ და ისევ ჩინური კომპანიები სარგებლობენ და მათ დამერწმუნეთ, რომ მონაცემები არ აკლიათ. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს Xiaomi-ზე, გვაქვს საუბარი WeChat-ის სერვისზე, ზოგადად გვაქვს საუბარი Huawei-ზე და სხვა ტექ გიგანტებზე, მათ შორის ByteDance-ზე და ასე შემდეგ. უდიდეს ტექნოლოგიურ გიგანტებზე, რომელთაც ტრილიონობით ტერაბაიტის მონაცემთა ბაზები სჭირდებათ. მათი უმეტესობის უმწოდებას კი სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს. მოკლედ, აი ასეთი არის cloud სერვისების ბაზარზე წარმოდგენილი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგები, რომელთაც ამავდროულად გააჩნიათ ყველაზე დიდ data ცენტრებთან. Წვდომა ჩვენი რეიტინგი სწორედ ასეთია.